ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა. უსაფრთხოების მიზნით ევაკუირებულია 15 ოჯახი. მერიის ინფორმაციით მიმდინარეობს გზების გაწმენდა. კაია კალასმა ხვალ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა მოიწვია. როიტერსის ინფორმაციით მთავარი საკითხი უკრაინა და ტრამპი პუტინის მოახლოებული შეხვედრაა. გამოცემის ცნობით ევროპელი მინისტრები მოითხოვენ გათვალისწინებული იყოს უკრაინისა და ევროკავშირის ინტერესები. მათი პოზიციაა, რომ უკრაინაში მშვიდობისკენ მიმავალი გზა უკრაინის გარეშე არ უნდა გადაწყდეს. ბაქო უკრაინისთვის იარაღზე დაწესებული ემბარგოს მოხსნას არ გამორიცხავს. ინფორმაციას ალიევის ადმინისტრაციასთან დაახლოებული მედია საშუალებები ავრცელებენ. მათი ცნობით, თუ რუსეთი არ შეწყვეტს უკრაინაში აზერბაიჯანთან დაკავშირებული ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვას, აზერბაიჯანის ხელისუფლება განიხილავს კიევისთვის შეიარაღების მიწოდებას. ალიევმა და ზელენსკიმ დღეს სატელეფონო საუბარიც გამართეს და ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება განიხილეს. უკრაინელებმა ხერსონში რუსული ბატალიონის სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს. დაბომბვის შედეგად ლიკვიდირებულია 25 და დაშავებულია 11 ოკუპანტი. უკრაინის დაზვერის ინფორმაციით დაღუპულთა შორისაა მეთაური, შტაბის უფროსი, საინჟინრო სამსახურის უფროსი და ბატალიონის ოცმეთაური.